რესურსი საზოგადოებაში, იმიტომ რომ არის ხელისუფლება, არის ოპოზიცია, მაგრამ არის ალბათ ძალიან დიდი მასა ადამიანები, რომლებიც თავის საქმით, თავის პროფესიით არიან დაკავებული, აქტიურად პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ და ალბათ ეს არის ძალიან დიდი მასა. არის ხოლმე ხა ესეთი პრეცედენტები საქართველოშიც ყოფილა 9 აპრილის, ძველი 9 აპრილის პერიოდს ამბობდა სხვადასხვა ქვეყნების ისტორიაში ამბობს, როდესაც აი უცებ ეს პასიური მასა რაღაც კონკრეტულ მომენტში ხელისუფლება ეცემა, მაგრამ ეხლა სტოპ. კი. ესეც არის, რა თქმა უნდა, საქართველოში საერთოდ ქართველები ვართ ესეთები ჩვენ. რომ არ ვიღებთ ხმას და მე ისე ამოვიღებთ ამ ხმას, რომ ვაი იმას, ვისაც ესე იგი ამ ხმის ამოღების დროს წინ დაგიდგება რა, ესეთი მდგომარეობა. ამიტომ ამ საზოგადოების მოთვლების ფიალა ივსება ნელ-ნელა დინჯად, მაგრამ ივსება. ამიტომაც ძალიან არ ურჩევ მე ხელისუფლებას ახლა ტყვეების როლის კანონს შემოიღებენ თუ ადგილზე დახვრეტის კანონს შემოიღებენ თუ რამეს ვერ შეაჩერებენ პროტესტს რომელიც არსებობს. გამორიცხულია ამ პროტესტის შეჩერება. როცა არავის არ უნდიხართ ეს ქვეყანაში. რაც გინდა კანონები მოიფიქრე უკვე. ეხლა გეუბნები თვითონ მათი კანონებით ხო იყო დრაკონული კანონები რომელიც თავის თავზე ჰქონდათ. მათივე კანონით მოუგებთ ყველა არჩევნებს. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული ნახე რა სიტუაციაშია ხალხი უკვე. რა მდგომარეობა არავის ამათი დანახვა აღარ უნდა. ამოსული აქ აი ესე ყელში აღარ უნდათ ეს სიცრუის, უსინდისობის, ტყუილის, ყველა მიხვდა უკვე. შენ მოგატყუა დღეს, ხვალ ის მოატყუა, ზეგ ის მოატყუა და მე ისევ ჩამოგიარა, მე შენ ისევ მოგატყუა, მე ისევ 5 წელი გავიდა ამაში და უკვე ყველა მოტყუებული, იმდენჯერ არის უკვე მოტყუებული, რომ აღარ უნდა ამ ხალხს კიდე ერთხელ მოტყუდეს და იმ დღეს იმაზე ელიაზე ვიყავით, შეხვედრა ჰქონდა მოსახლეობასთან ერთად ვიყავით და მკითხე იქაურებს, ერთხელ რომ მოგატყუა, მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ და კიდე რომ თავს ატყუები, დინახარ მეთქი შენ. შენ თვითონ მიხდու მეთქი და მითხრეს მართალი ხარო რა ახლა ვინა ვარ 1000-ჯერ რომ მოგატყუებს და უკვე იმდენჯერაა ყველა მოტყუებული ამ ქვეყნის მოქალაქე რომ აღარავის აღარ უნდა იდიოტის მდგომარეობაში ყოფნა კიდე. ამიტომ ეს დამთავრდა. ეს ხელისუფლება არის მორჩენილი ამბავი. ამას არ გაუვა წყალი. ეხლა გინდ მან ამტკიცოს რა ქვია მინაშვილმა საწინააღმდეგო და გინდ თარგამაძემ არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი რამ ისეთი კომბინაცია არის მოსაფიქრებელი, რომელ კომბინაციაც იქნება წარმატებული ამ ბრძოლის ბოლომდე მშვიდობიანად და წესიერად მისაყვანად. აქამდე ჩვენ ეს ბრძოლა მშვიდობიანად წესიერად მივიყვანეთ. თუ ვინმეს ჩემს რადიკალს თანამოძმეს უნდა რომ ახლა რატომ არ მივიღეთ კონკრეტულად შედეგი, უნდა გითხრათ რომ ჩვენ მივადექით უზარმაზარ დიდ ბეტონის სიცრუის კედელს, რომელსაც ვშლით თანდათანობით, ეს სიცრუის კედელი იშლება და სერიოზული ბზარები აქვს გაჩენილი, სერიოზული ნაწილები აქვს უკვე მოგლეჯილი ამ ბეტონის კედელს და კიდე უნდა ამას დაჟე ოფლი უნდა, შრომა უნდა, მიწოლა უნდა ამ კედელს, რო წააქციო, არ გამოდის ისე. ერთად მიდი და დაეჯახე და წააქციე. არ იქცევა ძალიან მძიმეა და ძალიან დიდი კედელი არის და იცი შენ რამდენი ფული აქვს, რამდენი ესე იგი ტელევიზია აქვს, რამდენი ისა აქვს დამჟელი, ისა აქვს საშუალება აქვს ელემენტარულად ყველაფერს დავიდანებ. მასწავლებლები ყავთ ახლა საოცარი რამე უნდა ვთქვა. თბილისში პედაგოგების დიდი უმრავლესობა პრაქტიკულად ყავთ მონის მდგომარეობაში ჩაყენებული. ან მთლიანად დავერბულკებული ყავთ, გადაყვანილი ყავთ თავის შუაზე. სრულად საპირისპირო მდგომარეობა არის მაგალითად სამედიცინო პერსონალი, სადაც ამას თავისი ახსნა აქვს. პროფესიონალი ექიმი და კარგი ექიმი იმას ვერ შეცვლი ასე იოლა და მასწავლებლებს ჩაუტარეს რაღაც ისინი, რაღაც ტესტები გამოცდები. გაუშვეს ვინცაც არ ენდობოდნენ და მოიყვანეს ყველა ნაციონალების ბიძები, დეიდები, მამიდები, ბიძაშვილები და დეიდაშვილები და ესე დააკომპლექტეს ყველა და ეხლაც ძალიან სერიოზულად მუშაობენ, ემზადებიან იმ არჩევნებისთვის, რომელიც თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ შესაძლებელია მალე დაინიშნოს და მალე დადგეს და ესეთ სიტუაციაში ვარ ჩვენ ახლა დღეს. ერთი არის მთავარი. ხელისუფლება ვერაფრით ვერ გაჩერდება ქვეყანაში, თუ მას არ აქვს ხალხის ხარდაჭერა. შეუძლებელია ეს. კახა წარმოიდგინე ახლა იმ გაყალბებული არჩევნების დროსაც კი ახლა გურიაში ვიყავი რამდენიმე დღის წინ და მოვიდა ერთი ჭარმაგი ადამიანი და მითხრა რომ მე ვიყავიო საუბნო კომისიის თავმჯდომარეო და ესე იგი გვაიძულებდნენ რომ ფული აგვეღო იმაში რომ ესე იგი ეს დაგვეწერა ისეთი ციფრები როგორიც მათ უნდოდათო და ასე მითხრეს ახლა თუ არ დაწერო კი არ არისო პრობლემაო სხვას დავაწერინებთო მაგასო და მერეო შენი შვილიო იქ რომ მუშაობს ამათა ხო მოვიდა და მითხრა ახსარებასავით მითხრა იმ კაცო მე სახელს არ ვამბობ გვარს არ ვამბობ იმისას და ესეთი რა მითხრა და მერეო ეს გავაკეთეო მეო
საპრეზიდენტო არჩევნებზეა ლაპარაკი და მერე დარეგესო კიდე ეს არ არისო საკმარისიო და კიდე გადამაწერინეს თავიდან და კიდე გამაკეთებინესო. ეს გურიაში, სადაც ოპოზიციური არის ამომრჩეველი, ძალიან სერიოზულად ოპოზიციური არის, უნდა გითხრათ, გურიაში აჭარის დიდ ნაწილში ძალიან ბევრ ადგილას, სადაც უფრო მეტი ინფორმაცია მიდის, ხალხი არის სერიოზულად ხარდამჭერდა. სადაც არ მიდის ინფორმაცია, ეს უკვე ეს რაღაც ტელეფონები მუშაობს, როგორი გადაცემის მექანიზმები მუშაობს, იმას მოუთხრო და აქედან გამომდინარე უკვე ჩამოყალიბდა პოზიცია და იქაც იცი შენ რომ ეს პოზიცია უკვე ერთიანი ხდება და გაჯერებული ხდება უკვე მთელი საქართველოს იმ პოზიციით რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილება, ჩვენ გვჭირდება სიახლე, ჩვენ არ გვჭირდება ეს ძალა რომელიც გვატყუებს, რომელიც შეურაცხყოფას გვაყენებს, რომელიც ძალადობს ჩვენზე, არის ესეთი დამოკიდებულება. იმ ტალერანსი აქვს ნათქვამი რომ ხიშტი საბრძოლველად კარგია და ძალაუფლების მოსაპოვებლად კარგია, მაგრამ დასაჯდომად ძალიან ცუდი არის ესე და. სააკაშვილი ზის ხიშზე უკვე 5 წელია და მე მგონი ძალიან დაწვრილებული აქვს ეს ადგილები, რომლითაც ხიშზე ზის და ეს თემა რომ გავაგრძელოთ აგრეთვე ხშირად არის, აი ხალხი ხელისუფლება ჩვენი მომხრეები თვითონ საყოველთაობენ ოპოზიციას, რომ აი რაღაცა კარგად არ გამოდის, რაღაცას კარგად არ აკეთებთ. მეც ხშირად მინდება ხოლმე უთხრა რომ ეს ოპოზიცია რაღაცა მითიური ის კი არ არის სხვა პლანეტიდან ჩამოსული ხალხი და ეს ოპოზიცია თუ რაიმე ძალა მას გააჩნია არის ისე და ისე თვითონ ეს საზოგადოება და ხალხი. იმავდროულად ხშირად მე ესეც მენია ხოლმე ძალიან ხშირად რა მართალობით ხარ გულწრფელად ძალიან მაღიზიანებს რომ მე არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ. ეს არის პირდაპირ ესე იგი არ ვიტყვი ხომ მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი, მაგრამ ძალიან არასერიოზული არის. იმიტომ რომ ყველგან სადაც არის წინააღმდეგობის მოძრაობა და ესეთი გამოთავისუფლებელი მოძრაობა, იმ ქვეყნის ყველა მოქალაქის, ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალია, რომ რაღაც ფორმით მიიღოს ამაში მონაწილეობა. ზოგს იარაღი უჭირავს, ზოგი $1, $1 აძლევს თავისი, ზოგი წევრია, პლაკატს აკრავს. აი ესეთი დამოკიდებულება რომ მე არაფერს არ ვაკეთებ, ხარ გიჭერდა, შენ გააკეთე, ეს თვითონ ოპოზიციას აძლევს ძალას. აი ახლა მაგალითად ბასკეთის მაგალითი არის, საუკეთესო და თვითონ საქართველოშიც ასე იყო აი 90-იანი წლების დასაწყისამდე, სანამ ეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა მიდიოდა. მე მგონი ჩვენ ერთ-ერთი რაც უნდა შევცვალოთ ესეცაა რომ ჩვენ არა ვართ კლასიკური დემოკრატია, სადაც პოლიტიკური პარტიები იბრძვიან ერთმანეთში პროგრამების კონკურენციას აკეთებენ და ვინ მოვა ხელისუფლებაში. ჩვენ გვაქვს განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს არის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ეტაპი. ისევ ყავს კოლონიური მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ფლანგავს პირდაპირ საქართველოს ტერიტორიაზე, არანაირი დემოკრატია აქ ამ ქვეყანაში არ არსებობს. აქ უნდა შევქმნათ ჩვენ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომ სირცხვილი კი არ არის და სიამაყით კი არ უნდა განაცხადა, რომ არც ერთი პარტიის წევრი მე არა ვარ და არც ერთი პარტიის მოსაზრებებს მე არ ვიმეორებ. ეს პირდაპირ უნდა თქვათ, რომ აი არც ერთი პარტიის წევრი რო არ ახარ, დღევანდელ სიტუაციაში, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად რბილად რო ვთქვათ, ხანერიდად შეიძლება ითქვას, მაგრამ რბილად რო ვთქვათ, ინდიფერენტული ხარ შენი ქვეყნის მომავლის მიმართ. ეგ შენ არ მონაწილეობ პოლიტიკაში და ძველი რომაელების ცნობილი გამოთქვა არის ესეთი, რომ თუ არ მონაწილეობ პოლიტიკაში დაიჯები იმით, რომ შენზე სულელები იქნებიან ყოველთვის შენი მმართველები. ამიტომ მე მგონი ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიცი ხა ეს რეგისტრაცია უნდა დავიწყოთ კარდაკარ თუ მიტინგებზე თუ სარეკლამო რგოლები უნდა დავიწყოთ, მაგრამ მთელი საზოგადოება უნდა მოექცეს აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრად. ვისაც როგორ შეუძლია. კი, მართალი ხარ. ეხლა მე აქაც წინა გადაცემაში როცა ვიყავი 2 თუ 3 თვის წინ, მაშინაც უთხარი გიას, რომ საბერძნეთში სოლონის პერიოდში იყო ესეთი კანონი. ექსორიით შიდნენ იმას, ვინც არ მონაწილეობდა სამოქალაქო არეულობების დროს არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს. ნუ ლოგიკა ესეთი იყო, შენ ქვეყნის ბედი თუ არ გაინტერესებს, რა გინდა ამ ქვეყანაში, დადი ამ ქვეყნიდან მაშინ. ესეთი იყო ლოგიკა და ეს დღესაც არის სანიმუშო კანონი, ეს არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-4 თუ მე-5 საუკუნე თუ მე არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს. ვერ გეტყვით ამას ზუსტად. სოლონი მე-6 იყო, ხო? ხო და ესეთი მდგომარეობა არის ახლა ჩვენ დღეს არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ, ხშირად ადამიანი ამას სიამაყით ამბობს, რომ პარტიის წევრობა ეს არის რაღაც, ნუ აი პარტია არის გაიგებული პარტია. ხო, ჩვენ ვართ ცუდები, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით სკამებისთვის, ჩვენ ვიბრძვით თანამდებობისთვის და ისინი თანამდებობისთვის არ იბრძვიან, სკამებისთვის არ იბრძვიან, მათ უბრალოდ უნდათ კარგი საქართველო. მეც კარგი საქართველო რომ მინდა, იმიტომ ვარ ამ პარტიაში და იმიტომ ვარ ერთად და იმიტომ ვარ დღე და ღამე გასწორებული რომ